და რო გკითხოთ ქეთიეგი დუნაშვილი სამკურნალოა თურმე მას პრობლემები აქვს ტვინსზე და ამ შემთხვევაში უკვე საზოგადოება რომელიც ჩემთან ერთვება და რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ რომ კარგი კომუნიკაცია დაამყარონ და ბევრი რეიტინგი აიწვიონ და მიიღონ სარგებელი გადადიან და შემდეგ უკვე ყველამ კარგად გაიგო მთელმა საქართველომ ევროპამ და რუსეთმა თუ ქეთიეგი დუნაშვილის შურით რამდენი საზოგადოება იხრჩება ბოღმაში რადგან ნახეთ ქეთიეგი დუნაშვილმა მიაღწია ამ ხელა რამეს რომ მან მოიპოვა მსოფლიოში ლიდერობა და ყველა ადამიანისგან პატივისცემა და თანადგომა და გვერდში დგომა ის ხალხი რომელიც პაძეშკას უკეთებს ჩემს მეგობრებს ახლობლებს და სტრიმერებს ეს არის ჩემი ხალხის ძალა რატო სხვაგან არ არის ამდენი ხალხი პასუხი მინდა გავიგო როდესაც ჩემთან შემოდის ძინარესთანაც კი 3000 და 5000 კაცი იყო მაყურებელი და ასევე 20000 კაცი მიყურებდა ინაწილებს სტრიმერების საზოგადოება ჩემი ლანძღვით ჩემი ჰეითერებს იძენენ ბევრს მეგობრებო და ამით სარგებლობენ რომ ხალხის მასა გადაიყვანონ და იქით რეიტინგი აწიონ და ქეთიეგი დუნაშვილი ათრიონ და ამცირონ ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენონ რათა ჩაძირონ და თვითონ ავიდნენ მაღალ საფეხურზე და მათ გამოიყენონ ქეთიეგი დუნაშვილის ლაივები ასეთი მიმართებით საუბრობ უკვე რომ გაიგოს თელმა სახელმწიფომ ამავდროულად ქეთიეგი დუნაშვილის გარეშე არაფრები არ არიან ვინც არ უნდა იყოს საქველმოქმედო ლაივია ქეთისთან მორბიან რამე დაგეგმილი თამაშია ქეთისთან მორბიან ამ ყველაფერში ვინ არის და ამ დროს ლაივს ურეპორტებენ როგორ უნდა აღნიშნო ამათი სიყვარული და თანადგომა მე ზოგიერთებზე მაქვს საუბარი რომლებიც მე გვერდში დავიყენე პატივისცემა გამოვიჩინე სითბო სიყვარული და მათი არ ვეხები მათ ხარჯებს არ არის ჩემი განსაჩენი ვინ რამდენი სარგებლობს TikTok-ზე და TikTok-ის პლატფორმაზე, მაგრამ რით ვერ დაიღალეთ, რომ ბოღმითა და ბოროტებით ივსებით ქეთიეგი დუნაშვილს, რომ ბევრი ხალხი უჭერს მხარს. დაამტკიცეთ და აღიარეთ ეს ყველაფერი, რომ თქვენ ქეთის დონეზე ვერ დადგებით. ბევრი შეურაცხყოფები, ბევრი ლანძღვები, ბევრი თხრევა მაქვს, ბევრი ბოდიშებიც ვიხადე, მაგრამ თელმა საქართველოს იცის, რომ ქეთიეგი დუნაშვილი იყოს სტრიმერი, ძლიერი პიროვნება, საიდანაც აქვს ბევრი ხალხის ჩართვა და ბევრი საზოგადოების ყურება. ყველგან უნდათ ქეთიეგი დუნაშვილი. ქეთიეგი დუნაშვილის გარეშე ლაივი არ უნდათ. მე დღეს ამიფეთქეს ტელეფონები. მე მოსვენება არ მაქვს. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას. ვისაც უნდა ჩართვა, ვისაც უნდა ჩემთან კომუნიკაცია, ყველას აქედან სიყვარულით და პატივისცემით გიდგებით ჰეითერებსაც და ასევე ჩემს მოწინააღმდეგე ჯგუფებს. მობრძანდით ჩამერთე თუ რამე დაგჭირდება დაგიდგებით გვერდში ეს ლაივი ჩემი სტრიმი არის ბევრი გამომწერით აქ არის ყველა ჩართული და ჩემი თხოვნა იქნება გულიდან და სიყვარულით ამოსული სიტყვები გაქვთ უფლება ჩემს ლაივში მომბრძანდეთ ყველა სტრიმერი ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა ყოველთვის დაგიდ მაგრამ გამოყენებით მე თავს არავის აღარ გამოვაყენებინებ რადგან აპირველ ლიგაში წასული დავრჩი მეორეში. ამიტომ ეხლა ვეცდები რომ ჩემი ლაივი იყოს ისეთი სტრიმით წარმართული, რომ მე მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანების ჩართვას აღარ ვაპირებ, აქ ჩაერთვება ყველა მონაწილე სტრიმერი იქნება, უბრალო ადამიანი იქნება, გაჭირვებული ადამიანი იქნება თუ ისა რა ქვია, ავადმყოფი ბავშვი იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სტრიმი შევცვალო და ჩემი მოწინააღმდეგე ხალხის გამოწვევა მივიღო და ლაივი წავიყვანო ნორმალურ მშვიდობიან პოზიტიურ ფორმატში. მიყვარხართ, დაგლოცოთ უფალმა.